მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ტრადიციულად მადლიერებით პატივისცემით. განსაკუთრებით ჩემი არხის გამომწერებს, ერთგულ მაყურებლებს, ადამიანებს, რომლებიც არ იშურებთ კომენტარებს, ლაიქებს იმისთვის, რომ არხს წაადგეს, თორემ ახლა ჩემთვის კი, რა თქმა უნდა, მოტივის და სტიმულის მომცემი არის, მაგრამ არხს უფრო სჭირდება ეს თქვენი აქტივობები. დღეს მინდა ესეთი გაშლა გავაკეთო, მოკლედ. რას ხედავენ თქვენში ადამიანები, ხო? საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. მამაკაცები მიყურებთ, თქვენს თავზე მოირგებთ, ქალბატონები მიყურებთ, თქვენს თავზე მოირგებთ. ანუ რა იზიდავთ ყველაზე მეტად თქვენში და რის გამო ისწრაფიან, შეგიძლიათ კონკრეტული ადამიანი ჩაიფიქროთ და ამაზე მიიღოთ პასუხები. ოღონდ აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ გაშლა არის საჯარო და ყველაფერი ყოველთვის ყველაზე ვერ რეზონირდება. თუმცა სათქვენო რაღაცა ინფორმაცია შესაძლოა გაჟღერდეს და ზუსტად ასე ვთქვათ, მოერგოს თქვენს ამბებს. ახლა რაც შეეხება მუსიკასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ადამიანმა დამიწუნა, ასე ვთქვათ, გემოვნება. მე ამის პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ მეორე აბსოლუტურად სწორი შენიშვნა იყო, რომ ხმამაღალზეაო. ნახეთ, როგორი მომენტია, ვცდილობ ხოლმე, რომ სხვა ტიპის ხმაურები გადავფარო რაღაც კონკრეტული ხმაურით და ასე სპონტანურად უცებ ვარჩევ მელოდიას და თან ისეთ ვიდეოს ვარჩევ, სადაც ნაკლებია რეკლამები. და ეს არის ერთადერთი ჩემი, ასე ვთქვათ, არჩევანის წამახალისებელი, თუ რა ვიცი როგორ უნდა ვთქვა. მოკლედ ეს პატარა განმარტება ამასთან დაკავშირებით და ახლა ვნახოთ რას ხედავენ თქვენში ადამიანები, ხო? ანუ რა იზიდავთ თქვენში ყველაზე მეტად? პირველი, მეორე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ კონკრეტული ადამიანი და ყურადღებას, რა თქმა უნდა, გავამახვილებ უფრო საპირისპირო სქესზე. პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ. პირველი ყვითელი სოკოთი და ვნახოთ ახლა ვისთვის არის ეს გაშლა. ой, გაცრავად. ვისთვის არის ეს გაშლა? ექვსიანი კვერთხები. თქვენ ალბათ ვინც ძალიან ხშირად მიყურებთ, იცით რომ მე ძალიან მიყვარს ექვსიანი კვერთხები. ეს არის გამარჯვების, აღიარების სიმბოლო. ეს არის სხვა საფეხურზე გადასვლის სიმბოლო. სხვათა შორის თაყვანისცემის სიმბოლოც არის, ხო? არ ვიცი თქვენ შესაძლოა ისეთ პოზიციაზე მუშაობდეთ, რაც თავისთავად ადამიანების მენტალიტეტში იწვევთ. იცით თქვენ, ხო? გვინდა არ გვინდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვიხწვით ხოლმე წარმატებული ადამიანებისკენ, იმ ადამიანისკენ, ვისაც ვთვლით, რომ რაღაცა შეუძლია, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ ვინც გქონია, რომ არაფერი შეუძლია, ის უფრო მეტ თანადგომას გაგიწევს, ვიდრე ვთქვათ ის, ვისაც რეალურად ხელი წიფება რაღაცები, მაგრამ შეიძლება თავი არ შეიწყოს. ესეთებიც ხშირია პრაქტიკაში, მაგრამ თქვენ ცალსახად აღიარება, ავტორიტეტი გაქვთ თქვენ სოციალურ გარემოში, ფინანსურადაც საკმაოდ ისე სტაბილური და საკმაოდ მდგრადი სიტუაცია უნდა გქონდეთ. ადამიანი ხართ ორიენტირებული გამარჯვებაზე, წინსვლაზე, წარმატებაზე, ანუ არ გაკმაყოფილებთ 1, 2, 3, 4, 5 საფეხური, ხო, რატო არა მე-15, მე-20 საფეხურია თქვენი დღის წესრიგი და საკმაოდ კარგად გაქვთ გამიჯნული მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივები. მთლიანობაში მშვენიერი არკანი და მშვენიერი ადამიანი მისმენს ახლა. არკანით დახასიათებული მშვენიერი ადამიანი მისმენს, ხო? პრაქტიკულად ყველა ბუნების მადლით შემკული. და ვნახოთ ახლა. რას ხედავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები თქვენში, ხო? როგორ ხედავენ უფრო სწორედ? ოხო. მაღალი არკანი, სამყაროს არკანი. არ ვიცი, შესაძლოა თქვენ რაღაცა ისეთი მისით დაბადებული ადამიანი იყოთ, რომელიც გარკვეულწილად
ხშირად ხდებით ორიენტირის სხვა ადამიანებისთვის. ნახეთ, ერთ-ერთი მამაკაცი მეუბნებოდა ერთხელ, რომ იციო, რაღაცა უცნაურობა ხდებაო ჩემს თავსო, მოკლედო, რომ გოგოსაც კი უბრალოდ გავეკარეო, ან ხელი ჩავკიდეო, ხო, არაფერი არ ყოფილა თქვა ჩვენ შორისო, მაგრამ თმაზე ხელი გადაუსვიო, ან ვაკოცეო, რაღაცა ძალიან მალეო, ან გათხოვდაო, ან რაღაცა წინ წაიწიაო სამსახურებრივად, რაღაცა ძალიან მაგარი ამბები მოხდა მის ცხოვრებაშიო და რა ხდებაო ჩემს თავსო და მეთქი მე შენ თქო და არაო მე არაფერი არ მაკლდებაო ამითიო პირიქთო მეცო კარგად ვარო მაგრამ ნუ აი ეს ვერ გავთვალეო რანაირად ხდებაო რომ ვინც კი ჩემთან მოვიდაო ყველას რაღაცა სხვადასხვა მიმართულებით ასე ვთქვათ ბედი გაეხსნაო და ნუ ეს კაია როცა შენ ასე ვთქვათ იღბლიანი ბილეთი ხარ ვიღაცისთვის და ეს საბედნიერო ძალიან ხშირად ხდება უბრალოდ ამას ვერ ვაცნობიერებ ზოგჯერ ადამიანები მაგრამ არის მეორე შემთხვევა, როცა რეალურად გუპარავენ ადამიანი ენერგიებს, წარმატებებს, მათ შორის ილამაზესაც და ჩვენ ვრჩებით გამოცარიელებულები. ნუ იმ მამკაცის შემთხვევაში ეს საბედნიერო სხვანაირად იყო, მაგრამ ნუ არის ეგეთი მომენტებიც. ისე რომ ახლა თქვენ რომელ კატეგორიას ეკუთვნით თქვენ თვითონ გათვალეთ, მაგრამ ცალსახად ხართ ადამიანები, აი სხვებისთვის ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ ტერმინს იღბლიანი ბილეთი. კიდევ როგორ გხედავენ ადამიანები. ოხო, საკმაოდ ისეთი აი როგორი სიძლიერის ადამიანად იცი? ნებისმიერი სირთულე, ნებისმიერი დაცემა თქვენი ფენიქსივით წამოდგომის წინაპირობა რომ ხდება. ნახეთ, კოშკის არკანი თქვენ იცით, ან გრევის, მოკლედ ფატალური შედეგების და ასე შემდეგ არკანია ხშირ შემთხვევაში, ხო? მაგრამ ამ დასტის კოშკის არკანს დააკვირდით მეგობრებო. აქეთ-იქედან მოკლედ ქარიშხალია, უკან ცეცხლია თითქოს ხო იმ უსასრულობის რუიანის ნიშნით. ქვემოთ წყალიან ყველა სტიქია პრაქტიკულად ამ არკანში გაერთიანებული და კოშკი მყარად დგას. არც ზედა მხარი აქვს მონგრეული ხო ან ბზარი აბსოლუტურად არაფერი. ანუ რისი თქმა მინდა, რაც არ უნდა თქვენს თავზე ქარწისქვილი დატრიალდეს, თქვენ გაქვთ ის შინაგანი ძალა, მეორე მაღალი არკანით ამოდის, როგორც გხედავენ ადამიანები, ხო, სხვები როგორ გხედავენ, რომ თქვენ არ დაიცემით. ანუ ნახეთ თქვენ როცა რაღაცა გიჭირთ, ძალიან ხშირი იქნება ზარები. აუ შენ ისეთი მაგარი ხარ, აუ შენ ხო ყველაფერი შეგიძლია. ნუ აი შენ ყველაფერს შეძლებ და შენ როგორ გაგიჭირდება და სამსახური თუ არა გაქვს და ოხ შენ ისეთი კონტაქტები გაქვს, რომ რას ვერ იპოვი და ამ დროს რეალურად შეიძლება შინაგანად იმდენად სუსტად იყოთ, რომ საწოლიდან ვერ დგებოდეთ, მაგრამ ნუ სხვები ასე გხედავენ. კიდე მანახეთ ერთი არკანით და მესამე მაღალი არკანი მეგობრებო, რა საინტერესო ხალხი მიყურებთ, რა საოცარი ადამიანები ხართ ახლა ჩემს გარშემო შემოკრებილი, ჩემი პატივისცემა თქვენ სამი მაღალი არკანით ამოდის თქვენი სხვა ადამიანების მხრიდან შეცნობა, გაცნობა, დახასიათება, ხო? სამართლიანობის არკანი. ადამიანები გხედავენ ძალიან სამართლიან ადამიანად, მათ შორის მორალურად მართალ ადამიანად, შესაძლოა ამის გამო ბევრი შეჯახებები გქონდეთ და ბევრი გაურკვეველი სიტუაციები გქონდეთ, ბევრი გემდუროდეთ, ბევრი ადამიანის დაკარგვა გიწევდეთ ცხოვრებაში, მაგრამ ნუ ადამიანები გხედავენ, რომ თქვენ ხართ მიუკერძოებელი, ხო, ობიექტური ადამიანი, რომელთანაც შესაძლოა მივიდნენ და რეალურად რაღაცებზე პასუხები მიიღონ. მათ შორის სწორი პასუხები, ანუ ხშირ შემთხვევაში ადამიანები თქვენგან იმას კი არ ელოდებიან, რომ აუ შენ რა კაი გოგო ხარ, ან შენ რა კაი ბიჭი ხარ, არა. იმათმა იციან, რომ შენთან რო რაღაც კონკრეტულ სიტუაციას განიხილავენ, შენ თვალებში ჩახედავ და ეტყვი, იცი რა ჩემო მეგობარო, შენ აი აქ ეს ასე, ამიტომ და ამიტომ შეგეშალა. ის ამიტომ და ამიტომ მართალია, შენ მართალი ხარ, ხო და მოდი ახლა რაღაცა სხვანაირად შეხედე და გახედე ხო სიტუაციას და თქვენ როგორი მომენტი გექნებათ, იცით რომ თქვენ აგრესია არ გაგიჩნდებათ, ანუ აი ადამიანები ესე გხედავენ, თქვენ კი არა, ანუ ვინც მოვა თქვენთან, იმ ადამიანებს აგრესია არ გაუჩნდებათ რა თქვენს ნათქვამზე, იმიტომ რომ ისინი აი დარწმუნებით მოდიან, რომ თქვენ რასაც იტყვით, ნუ ეს ასია და თქვენ მიუკერძოებლად აფასებთ რაღაცეებს. შვენიერი, არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ.
ჩემი პატივისცემა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც მე მიყურებთ. აქ ძალიან საინტერესოა კიდე ერთი ფაქტი, რომ ინტელექტუალურ, აი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებად ხედავენ. ნაკითხი და ის კი არა, რომ თქვათ პირობითად მთელი ბიბლიოთეკა გადაკითხული მაქვს ასეთებსაც, რა თქმა უნდა, ასეთებსაც კი არა, ასეთებს ძალიან დიდ პატივს ვცემ მე, მაგრამ ანუ ეს შინაგანი სიბრძნე რო გაქვთ, რა თან დაყოლილი ჭკუა რო გაქვთ, აი თან დაყოლილი ემოციური ინტელექტი რომ გაქვთ, აი ეს მაგისი მომენტია, ანუ აი ეგეთი ხედვა აქვთ რა თქვენთან დაკავშირებით. მადლობა პირველ ვარიანტს. მე ახლა აი ამ არკანებს აი ასე შევურევ, რომ თქვათ ერთად არ დამრჩეს, ნახეთ. და მე ისე ავჩეხავ ამ არკანებს. მადლობა პირველ ვარიანტს, ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ვისთვის არის მეორე ვარიანტი? აბა ნახოთ ახლა ვისთვის არის ეს მეორე ვარიანტი. ცხრიანი თასები. ძალიან ემოციური ადამიანი. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ადამიანი, რომელიც არასდროს იზარებთ ქველმოქმედებასაც, მზად ხართ, რომ თქვენი ასე ვთქვათ, ენერგიები, თქვენი რესურსები გაუზიაროთ სხვას, გვერდში დაუდგეთ, იზრუნოთ. ნახეთ, აი როგორი განწყობის კი არა და როგორი შეგნების ადამიანი ხართ, იცით, რომ აი სამყარო მე მომცა პირობითად 100% რაღაცა, მოდი მე 10% აუცილებლად გავიღებ ისევ სამყაროსთვის და სამყაროსთვის როგორ გავიღებ? ანუ რაღაცა მისი შემადგენელი ნაწილისთვის, ხო, ეს ადამიანები იქნება, ცხოველი იქნება, არ ვიცი, ტაძარი იქნება, რწმენა იქნება. ნუ რაღაცა ტიპით თქვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ თქვენს მიერ მიღებული მადლი უკან რაღაცა დონეზე დააბრუნოთ და ეს ძალიან გშველით. ფიზიკურადაც ძალიან ისეთი სასიამოვნო წარმოსადეგი ადამიანი უნდა ბრძანდებოდეთ და რაც მთავარია, კეთილი ადამიანი. და ვნახოთ ახლა ჩემო ლამაზო და გემრიელო ადამიანებო, უკაცრავად მამაკაცებო, რატომღაც ქალებზე ვფიქრობ ხოლმე, რომ ცოცხლი და ფამილიარულ მომართვად არ ჩამითვალოთ. და ვნახოთ ახლა აქ რა ხდება. რატო ჩქარობს? 4-იანი პენტაკლები. ხო. ცოტა ხელმომჭირნე ადამიანებიც შეიძლება იყოთ, ვინც მიყურებთ. ისეთი რა, ანგარიშიანია რომ ვიტყვით. ან რა მომენტია, იცი, ძველი რაღაცები არ გეთმობოდეთ, ხო არიან ადამიანები, რაც არ უნდა მოძველდეს რაღაცა, ნუ იცი ცხალი თავით რო არ გაიტანენ, ეს რაღაცას მაგონებს, ეს რაღაცას და მოკლედ თვეობით რო უკიდიათ, პირობითად ერთი პიჯაკი, ან ერთი კაბა გარდირობში. მე ეგეთ ხალხს არ მივეკუთვნები, მაგრამ ნუ არიან ეგეთი ადამიანები და აი ეს შტრიხებით შეიძლება გქონდეთ. ძნელად უშვებდეთ თქვენგან რაღაცა თქვენს ნაქონ ნივთს ან მოკლედ. კარგით, აბა როგორ გხედავენ გარშემომყოფი ადამიანები? მზის არკანი. ადამიანის, რომელიც სადაც მივა, ყველგან თავის კვალს ტოვებს, ისეთი ცეცხლოვანი ადამიანი, სხვათა შორის ყოველთვის გამარჯვებული, ყოველთვის მართალი, ცოტა ეგოისტადაც შეიძლება გიქვამდნენ, ეს ცოტა რა, ცოტა მონარცისოსი ტიპაჟიაო შეიძლება ვიღაცამ თქვას, ან ზედმეტად ამაყიო, შეიძლება ამ პარტავნებაში დაგდომბრალი, არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ისე ცეცხლოვან ადამიანად აღიქვამენ. ოჰო. უკაცრავად ბოდის გიხდით. ხედავენ თასების დედოფლად, ხო? მამაკაცები თუ მიყურებთ, პირიქით, თქვენს თავზე უბრალოდ სახასიათო შტრიხები მოირგეთ. ანუ მზრუნველი, განათლებული, აბსოლუტურად სავსე ყველანაირი რესურსით, ხო? აი უპირობოდ მიმღები, ყველაფერში მხარში მდგომი, ძალიან ემოციური, თბილი. ნუ რავი, აი თუ რამე კარგი და დადებითი შეიძლება ითქვას, თასების დედოფალს ახასიათებს, ხო? პლუს მზის არკანთან კომბინაციაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ისეთი რა, გულ გრილს რომ არავის დატოვებთ. და იმპერატორის არკანი, მეორე მაღალი არკანი. ძალიან სწორ და სამართლიან ადამიანად გთვლიან. მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხართ ძალიან ემოციური, ნუ ხო, თასები მაინც, ნუ თავისას შვება და მაინც ქალური ენერგიებია.
ძალიან გაწონასწორებულ ადამიანად გხედავენ ხო მთლიანობაში, ანუ უყურეთ, ბალანსი გაქვთ სხვების თვალში. ანუ ერთნაირად მართავთ ფემინურ მასკულინურ ენერგიებს, ერთნაირად აი რომ დაგჭირდეთ საქმეს მამაკაცზე არანაკლებად გაარჩევთ, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აუ ეხა ამას ქვედა-ბოლო უნდა ეცვას და ვიღაცას პირობითად შარვალი, აი ეგეთი თემა რომ წამოვა ვიღაცას რა. და ხო, ძალიან ისეთ დაბალანსებულ ენერგიებში გხედავენ ადამიანები. მოდი აბა კიდე დავამატოთ ერთი არკანი და დავასრულოთ. დღეს რაღაცა ისეთ მაღალ იდეალებზე მორგებული ადამიანები მიყურებთ. მე მგონი ყოველ შემთხვევაში სამყარო ასე აღგიქვამთ და მესამე მაღალი არკანი იეროფანტის არკანი. ვინ მიყურებთ ხალხო თუ პირველი ვარიანტი მიყურებთ ის ავტორიტეტის ყვებისთვის ძალიან ბრძენ სულიერად განვითარებულ ადამიანად გხედავენ. ნუ განათლებულ ადამიანად ხო ეს ცალსახად. ნუ ადამიანად რომელსაც შეიძლება ჭკუა კითხონ, შეიძლება დახმარებისთვის მიმართონ, ხო? ნუ მოკლედ ვისაც აზრი მოეკითხება რა და ვინც ხშირ შემთხვევაში სხვათა შორის მფარველის როლშიც შეიძლება აღმოჩნდეთ ხოლმე სხვა ადამიანებისთვის. შვენიერი. საინტერესო ხალხი ხართ, მეც რომ მოგმართოთ, ესე იგი იმედი შემიძლია მქონდეს. საინტერესო და სასიამოვნო გაშლა გამოგვივიდა. მე მადლობას გიხდით ნდობისთვის, ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით და ამის შემდეგ ვეცდები კიდევ რაიმე საინტერესო თემასთან დაკავშირებით ჩაგიწეროთ ვიდეო დროებით.